გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას talk-show-ს ეთოქზე. კიევში მასშტაბური აქციები იმართება, სადაც უკრაინელი მოქალაქეები ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან. საქმე იმაშია, რომ ზელენსკიმ და მისმა მთავრობამ ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა დაიქვემდებარა. ანუ კორუფციის გამოვლენის სამსახური ვალდებული გახადეს, რომ მთავრობის თანხმობის და ნებართვის გარეშე არანაირი გამოძიება არ აწარმოონ. ხვდებით ხომ ეს რას ნიშნავს? კორუფციის დაკანონებას და ომის პირობებში მყოფი ქვეყნის ხარჯების სრულად დამალვას. ჩვენ გამჭვირვალობის კანონზე გვედავებიან, როგორ თუ NGO-ებს სავალდებულებთ უცხოური დაფინანსების მიზნები გაამხილონო და უკრაინაში მიიღეს ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სახელმწიფო ბიუჯეტის და ყველანაირ ბიუჯეტთან დაკავშირებული ფულის ირგვლივ გამოძიების და მოკლევის წარმოებას. გასაოცარი დემოკრატია, როგორც იტყვიან ხოლმე. ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა გაასაჯაროვა გამოძიება, რომლითაც მტკიცდება, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ პრორუსულობის კამპანია და ფსევდობრალდება, რომ არჩევნებში რუსული მხარე ჩაერია დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, ბარაკ ობამას მიერ იყო ორკესტრირებული. ამასთან გაბარდმა და შემდეგ უკვე ტრამპმა ღიად განაცხადეს, რომ ობამა დიპ-სტეიტის დავალებით მოქმედებდა. ამერიკის პრეზიდენტი და დაზვერვის უფროსი ერთხმად აცხადებენ, რომ დიპ-სტეიტი ებრძვის მათ. ხოლო ქართველი ლიბერალები და ოპოზიციონერები მაინც იდიოტებივით გაიძახიან, რომ დიპ-სტეიტი არ არსებობს და ქართული ოცნების მოგონილი საფრთხობელაა. აი ამ დონის იდიოტები გვიმტკიცებენ, რომ ქვეყნის სათავეში უნდა მოვაბრუნოთ და რომ ისინი არიან პროგრესის გარანტორები ქვეყანაში. ამ გამოძიებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროპაგანდისტული ნარატივი, რუსული ჩარევის და რუსეთის მართული ხელისუფლების შესახებ დიპ-სტეიტის ინსტრუმენტია მისთვის არასასურველი მთავრობების წინააღმდეგ საბრძოლველად. ასეა ამერიკაში ტრამპის წინააღმდეგ, ასეა უნგრეთში ორბანის წინააღმდეგ და ასეა ჩვენთან, ქართული ოცნების წინააღმდეგ. ყოველგვარი ფაქტის და არგუმენტის გარეშე მიაკრა პრორუსულობის იარლიყი არის დიპ-სტეიტის გაშიფრული სტრატეგია ეროვნული და სუვერენულობაზე ორიენტირებული პოლიტიკური ლიდერების გასაშავებლად. გემახსოვრებათ, რამდენიმე დღის წინ კაია კალასმა წერილი მიწერა მაკა ბოჭორიშვილს ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი გააუქმეთ, თორემ ვიზა ლიბერალიზაციას შეგიჩერებთო. კაია კალასის ავტორობით მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გაგზავნილი წერილი 8 პუნქტისგან შედგება. წერილში საუბარია, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნების მიზნით აგვისტოს ბოლომდე ქვეყანამ ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიში ასახული რეკომენდაციები უნდა შეასრულოს. საუბარია სავიზო პოლიტიკის შენგენის ზონის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოყვანაზე, ასევე მოთხოვნილია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმება. ამაზე რასაკვირველია ხალხის რეაქცია იყო უარყოფითი, რადგან LGBT პროპაგანდის გავრცელებას გვაიძულებენ. რაზეც Facebook-ზე ლიბერალურ ბაბლებსა და ოპოზიციურ არხებზე არ წყდება უსამშობლო აგენტების ხილიკი, თითქოს კაცების გათხოვების ეშინიათ ქართველებსო. მომისმინეთ ერთ უჯრედიანებო, LGBT პროპაგანდა არის დროში გაწელილი პროცესი, რომლის მიზანიცაა ტრადიციული ღირებულებების ჩანაცვლება ლიბერალური სიგიჟით, რომ გენდერი არჩევანია და არა მოცემულობა, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება სქესი შეიცვალოს, თუ ბიჭი გოგოთხრსნობს თავს და პირიქით, რომ გეი პარადები უნდა ტარდებოდეს თბილისში, რომ უმცირესობებს უნდა ჰქონდეთ უმრავლესობაზე დიდი პრივილეგიები და უფლებები. მსგავსმა პროპაგანდამ ამერიკაში უკვე გამოიღო შედეგი და ყოველ 10 წლეულში საოცარი პროგრესიით იმატებს სექსუალური უმცირესობების რიცხვი. ამ რეალობისგან თავდაცვისათვის არის საჭირო ოჯახური ღირებულებების და ახალგაზრდების დაცვის შესახებ კანონი. ამის ირგვლივ ხილიკი, რომ კაცების გათხოვების შიშია, არის პრიმიტიული პროპაგანდა, რომ იუმორისტულ ჭრილში გადაიყვანონ რეალური პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა. მაგრამ როგორც რევოლუციის შემთხვევაში, აქაც უსამშობლოებს არაფერი გამოუვათ. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას სხვა ეთოქზე.